გამარჯობა მეგობრებო. გრძელდება ჩვენი კლასტერ ბრეიკი და დღესაც მინდა გავაგრძელო ფსიქოლოგიური ახსნების შესახებ საუბარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაავადებები. ანუ ფსიქოსომატიკა. ისევ და ისევ სისტემური განლაგების მიხედვით. დღეს მინდა ვისაუბრო კვებით აშლილობაზე, ანორექსიაზე და ბულიმიაზე და იმაზე თუ რას თვლიდა ბერტ ჰელინგერი და ზოგადად სისტემური განლაგების სპეციალისტები, რას შეიძლება მიიჩნევდნენ ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზებად. დავიწყოთ ანორექსიით. ზოგადად ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ანორექსია, რამდენადაც ეს არის ძირითადად ქალების დაავადება, მომდინარეობს მამასთან გადახლართვის სქემიდან. ანუ გოგო ოჯახში გარკვეული სქემის შედეგად იღებს ერთგულების ანუ შედის ერთგულების სქემაში საკუთარ მამასთან, რომელიც არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში მამა როგორც წესი არის საკუთარი წარმომავლობის ოჯახიდან განპირობებული გარემოებების გარკვეული მსხვერპლი, ან შვილი ამას ასეთად აღიქვამს. რას ნიშნავს ეს? ანუ მამა საკუთარ ბავშვობაში რაღაცა მძიმე ტრამვის გამო შესაძლებელია ეს ყოფილიყო მაგალითად ის რომ ადრე გარდაეცვალა მშობლები ან მშობელი, ის რომ დედმამიშვილი გარდაეცვალა, ან იყო ძალადობის მსხვერპლი, ან იყო ისევ ომის რაღაცა საშინელებების მომსწრე და ასე შემდეგ. აქ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამისა. არის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ის ცდილობს სისტემიდან გაქცევა. სისტემიდან გაქცევა სხვანაირად რომ ვთქვათ არის გარდაცვალება. მისი ქალიშვილი ამ სქემაში, ერთგულების სქემაში ებმება და დაახლოებით ასეთი ტიპის არაცნობიერი ფიქრები და შეგრძნებები აქვს, რომ მამაზე ადრე ისწავა ამ სისტემიდან, ანუ ის დატოვებს ამ სისტემას. ანუ ეს არის გარკვეული პროგრამირება სიკვდილზე, რომელიც გამომდინარეობს მამის მძიმე ბედთან გადახლართვის გამო, მარტივად რომ ვთქვათ. თორე გარემოებები და საილუსტრაციო მასალა აქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი. მეორე ბულიმია, რომელიც არის ასევე კვებითი აშლილობა, რომელიც არის კომპულსური კვებისგან შედგება და ძალდატანებითი პირღებინებისგან, ხშირად. აქ ჰელინგერი ძალიან საინტერესოდ ხსნიდა სხვათა შორის ამას და ამბობდა და ბევრი მაგალითი მოყავს ამისი ზუსტად. ის ამბობდა ესეთ რაღაცას, როდესაც დედა არაცნობიერად, ან ცნობიერად, თუნდაც, ანუ შეიძლება ვერბალურად, ან არავერბალურად, შვილთან უშვებს ესეთი ტიპის იმპულსს. რომ შენ მამისგან არ გეკუთვნის და ვერ მიიღებ ვერც სიყვარულს, ვერც აღიარებას, რამდენადაც თვითონ არის ასეთ დამოკიდებულებაში საკუთარ ქმართან, ანუ გარკვეული ესეთი პასიური აგრესია ან მანიფესტირებული აგრესია და ფაქტობრივად უხურავს გზას საკუთარ შვილს, საკუთარ მამასთან. და ეუბნება რომ შენ ვერაფერს ვერ აიღებ მამისგან და ყველაფერი უნდა აიღო ჩემგან. ანუ ის რაც ორი ადამიანისგან, დედისგან და მამისგან უნდა აიღოს სიყვარული აღიარება, ხო? ბავშვს ამ შემთხვევაში იღებს მხოლოდ დედისგან. ანუ ჭარბად არის ერთი მხრიდან მიღება, რაც გამოიხატება ხოლმე და გამოიკვეთება ხშირად იმაში, რომ ის ჭარბად იღებს საკვებს, ანუ იღებს იმ რაოდენობის საკვებს, რომელიც არ სჭირდება. და რამდენადაც მას აქვს დანაშაულის გრძნობა მამის მიმართ, რომ უარს ამბობს მამისგან მიღებული სიყვარულით, ან სიყვარულზე, ან სხვადასხვა, ვთქვათ, ერთგულების სქემის გამო, ამას ვერ ირგებს გარკვეულწილად ამ დანაშაულის გრძნობის გამო და ამ მიღებულ საკვებს უკან იღებს. ანუ ესაც არის ცოლსა და ქმარს შორის არსებული ურთიერთობის შედეგი ძალიან ხშირად. და ძალიან ხშირად, როგორც ბერტ ჰელინგერი ამბობდა, ეს არის პროვოცირებული დედისგან, როდესაც ის არ უშვებს საკუთარ შვილს მამასთან და არ აძლევს მას უფლებას, რომ სიყვარული აიღოს და აღიარება აიღოს მამისგან. აი ესეთი ორი საინტერესო სქემა არის კვებითი აშლილობებთან დაკავშირებით, ვიცი რომ კვებით აშლილობად ბევრი ადამიანი არის დატანჯული და რეალურად აქ ყველა ვარიანტში ფსიქოლოგიური სარჩულია. უნდა გვესმოდეს, რომ ეხლა აი ზუსტად ეს ის შემთხვევაა, სადაც ფსიქოლოგიური სარჩული არის პირველ რიგში მოსაძიებელი და გასაგები რა აპროვოცირებს ადამიანს არაცნობიერად ასეთი კომპულსური კვება იქნება თუ ნებისმიერ ტიპის სხვა კვებითი აშლილობისკენ.
მოვისმინოთ, ესეც საინტერესო ვერსია არის ზუსტად და დავფიქრდეთ ამაზე. შესაძლებელია თქვენ თვითონ მიხვდეთ ამ სქემას, შესაძლებელია დაგჭირდეთ ასევე სპეციალისტის დახმარება. ჩვენს მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის კლასტერი აკეთებს სისტემურ განლაგებებსაც, ჩვენ გვაქვს დამღების ტრენინგიც, დამღების ტრენინგზე რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განიხილება, ასევე ყველა ბავშვობის დამღების ტრენინგი მოიცავს მოკლე ვერსია სისტემური განლაგებისაც, ასე რომ შემოგვერთდით და ვიფიქროთ ამაზე ერთად და მივხვდეთ რა უბიძგებს ადამიანს ასეთი ქმედებებისკენ. მე გისურვებთ წარმატებულ დღეს და გემშვიდობებით შემდეგ კლასტერ ბრეიქამდე.